მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიყურებთ და უყურებთ ჩემს ვიდეოებს. მადლობა თქვენ, ვინც გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი და ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, თუ გამოიწერთ, ძალიან გამახარებთ. ასევე თუ დამიტოვებთ კომენტარს, ესეც დიდ мотивაციას მომცემს იმისათვის, რომ ჩაგიწევთ კიდევ უფრო მეტი ვიდეოები. დავიწერეთ კომენტარების სახით ზოგადად რა კითხვებზე გსურთ საჯარო ვიდეოების ჩაწერა და უცბლად ჩაგიწერთ მე თქვენს მიერ დაწერილ კითხვებზე ვიდეოს. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, დღევანდელი გაშლა იქნება კითხვაზე, ზოგადად როგორი პარტნიორი შემეფერება. ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ მათ, ვინც უკვე ხართ ურთიერთობაში. ასევე მათ, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და მოკლედ ნახოთ ხო როგორი პარტნიორი შეგეფარებათ, ჯერ ნახოთ როგორი ხართ პიროვნულად თქვენ, რა თვისებები, მახასიათებლები გაქვთ და ურთიერთობის ჭრილში რა როგორ არის, ხო? ესე იგი კითხვები გვექნება ზოგადად თქვენი სიგნიფიკატორი, როგორი ხართ ზოგადად ურთიერთობაში, პირად ურთიერთობაში, როგორი პარტნიორი შეგეფერებათ და როგორ შეინარჩუნოთ აი ესეთ ადამიანთან, ესეთ პარტნიორთან ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ეს გაშლა თქვენთვის და მოკლედ დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ შევარჩევდით თქვენთვის სასურველ ერთ ვარიანტს, აი ამ 4 ვარიანტიდან. მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თქვენი სიგნიფიკატორი ამბობს იმას, რომ ხართ ძალიან ლაღი, გახსნილი ადამიანი, აი ბუნებით ძალიან დადებითი, ტკბილი, თბილი, ის რომ ყველა და ყველაფერი გიყვარით გარშემო, ის რომ ყველაზე ზრუნავთ, ხართ თავისუფალი, თავისუფლების მოყვარული და ნებისმიერი ადამიანი თქვენს გვერდით, ვინც არ უნდა იყოს, აი არ მოიწყენ. ძალიან მხიარული პიროვნება ხართ, მოკლედ აი ამ არკანიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება რეაგირდებოდეს სხვადასხვა სოციუმში. ასე რომ ძალიან დადებითად გამოჩნდით აი ამ არკანში. რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობაში, ხო, მეტი შეგავშალოთ. ზოგადად ურთიერთობაში ხართ ადამიანი, რომელსაც წყურია სიახლეები, ანუ როგორადაც არ უნდა მიდოდეს ურთიერთობა, ხო? ნუ დაიწყეთ ურთიერთობა, განვითარდა ურთიერთობა, რაღაცა ახალი გინდათ, რაღაცა სიახლე გინდათ, რაღაცა ახალი ნაბიჯები გინდათ, რომ გადაიდგას ურთიერთობაში და ეს რეალურად ამ შემთხვევაში თქვენი აი ამ პირველი არკანიდან გამომდინარე, თქვენი სიგნიფიკატორიდან გამომდინარე, ნამდვილად შეესაბამება ამას, იმიტომ რომ რაღაც ახალი უნდა მოხდეს ყოველთვის ურთიერთობაში, ყოველთვის ხართ ურთიერთობაში იმაზე ორიენტირებული, რომ განვითარდეს თქვენი ურთიერთობა და წინსვლები ჰქონდეს. ანუ ერთ ადგილზე რომ იყოს ეს ურთიერთობა და დიდი ხანი წრეზე რომ იძრაოს ამ ურთიერთობამ და ეს ურთიერთობა გაგრძელდეს რაღაცა წლებით და შეიცვალოს რაიმე ურთიერთობაში, თქვენ ესეთ ურთიერთობაში ყოფნა არ შეგიძლიათ. პირიქით, თქვენ გინდათ ურთიერთობა, სადაც ბევრი სიახლე მოდის, ბევრი კარგი რაიმები მოდის რეალურად ამ შემთხვევაში და რაღაცა ის რომ ისიამოვნოთ ურთიერთობით, ხო, რაღაცა აი ამ შემოსული სიახლეებით. ყოველდღე რომ სიახლე შემოვიდეს და ყოველ კვირას რომ სიახლე შემოვიდეს, აი ამით იქნებით ბედნიერი რეალურად ურთიერთობაში. და ეს ძალიან კარგი, ანუ კარგი ხართ რა, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ რომ ვთქვათ, აი ამ ურთიერთობაში. რაც შეეხება როგორი პარტნიორი შეგეფერებათ, რეალურად თქვენ შეგეფერებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც აი ამ ყველაფერში აყვებათ, ხო? და არა ნელი მოქმედებები ექნება და აი შენელებული კი არ იქნება, რომ პირიქით, ანუ ეს თქვენი მეორე ნახევარი ცხელს შეგიწყობთ იმაში, რომ სწრაფად მოხდეს, სწრაფად განვითარდეს მოვლენები, სწრაფად აიწყოს ურთიერთობა, რაღაცა კარგი სასიამოვნო სიახლეები შემოვიდეს და ყოველთვის იყოს მზადყოფნაში იმაში, რომ რაღაცა ახალი გააკეთოს აი ამ ურთიერთობისთვის. არა ის, რომ აი ერთ ადგილზე იჯდეს და მოდი და ეხლა რა იქნება, მოდი იმ დინებას მივყვები. არა, პირიქით, რაღაცა ბევრი სიახლეები შემოიტანოს ურთიერთობაში, მეტად იზრუნოს ურთიერთობის განვითარებაზე, ანუ ძლიერი აქტიური მამაკაცი მოკლედ შეგეფერებათ თქვენ როგორც პარტნიორის, ესე რომ ვთქვათ, სახით. რაც შეეხება თქვენ რა უნდა გააკეთეთ, რომ აი ესეთი მამაკაცი და ესეთი პარტნიორი შეინარჩუნოთ, რეალურად ამ შემთხვევაში უნდა მოიმოქმედოთ ის, რომ ესეთ ადამიანზე, რომელიც გამოჩნდება, ან უკვე არის ამ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში, ხო? როგორი სიტუაციაც გაქვთ პირადში აქედან გამომდინარე, ესეთ ადამიანზე იზრუნოთ, მეტი სითბო, ყურადღება გამოიჩინოთ და აი ის, რომ აი ამ ყველაფერს ამ თქვენ სიახლებს და ამ თქვენ დადებით ბუნებას დააკმაყოფილებს, ხო, ესე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი დაუფასოთ, ეს ყველაფერი მოუწონოთ. არიან მამაკაცების კატეგორია, რომელსაც აი პირდაპირ უნდა უთხრა, რომ კი, კარგი ბიჭი ხარ, კარგი მამაკაცი ხარ, კარგი კაცი ხარ, რომ ესე და ეს გააკეთე, რომ აი ამ რაღაცა სურვილებს მისრულებ. ანუ ირიბი საუბარი კი არ გქონდეთ ამ ყველაფერთან პირიქით, პირდაპირ დაანახეთ ამ ადამიანს, რომელიც მოკლედ ესე და შეიცდება თქვენი სურვილების
და ემოციების დაკმაყოფილებას, რომ თქვენ ამ ყველაფერს აფასებთ და შესაბამისად შენარჩუნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს დაფასებულობა და მიმღებლობა, რაც გექნება თქვენს პარტნიორთან მიმართებით, ის კიდევ უფრო მეტად, ანუ ამით მას უფრო მეტად გააძლიერებთ, რომ აი კიდევ და უფრო მეტი სიახლე, დადებითი ამბები შემოიტანოს ურთიერთობაში. ეს იყო პირველი ვარიანტი და დამიწერეთ მოგეწონათ თუ არა ეს გაშლა და რამდენად რეზონირდა თქვენთვის ეს გაშლა პირველი ვარიანტის. ნახოთ მოდი მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით, რომ სიგნიფიკატორი ამბობს, რომ ხართ ძალიან ემოციური, მუდამ შეყვარებული, შეიძლება გყავდეთ პარტნიორი, არ გყავდეთ, სულ შეყვარებული ხართ, მოკლედ, გაქვთ ძალიან ბევრი დადებითი ემოციები, გაქვთ ყოველთვის იმის სრული, რომ იზრუნოთ გაშემომყოფებზე და მოკლედ თქვენი დადებითი ემოციები გაუზიაროთ მას. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. მე ვხედავ აქ მე რაიმე ცოცხლი და ძალიან დადებითი ენერგეტიკა მოდის აქედან. კი ბატონო, მოდი ვნახოთ დანარჩენი არკანები, რას გვაუბნებიან. როგორი ხართ ურთიერთობაში ხართ ძალიან ერთგული. აი გიყვართ ერთი, ხართ მასთან მთელი სულით და გულით. აი ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ იმ თქვენი რჩეულისთვის ამ შემთხვევაში და თქვენი პარტნიორისთვის, ხო? აი ეს მოდის რეალურად აქ ამ შემთხვევაში და ძალიან ძლიერი ხართ ან ურთიერთობაში, როგორიც ნაღმდეგობები და სირთულეებიც არ უნდა იყოს, გადალახავთ ამას მიიყვანთ ბოლომდე ამ ყველაფერს. აი ბევრ რამეს გააკეთებთ რა ურთიერთობისთვის. არიან ადამიანები, რომლებიც პატარა სირთულეზეც კი შორს გარბიან, ხო, ურთიერთობიდან გარბიან, ესე არ ვთქვათ და არა, თქვენ პირიქით ყველაფერს იზავთ, ყველაფერს შეიცდებით, რომ ურთიერთობა მიიყვანოთ ბოლომდე, რაღაცა გვერდში დაუდგეთ პარტნიორს ძალიან ძლიერად და არ გაიქცეთ პრობლემას პირიქით მოაგვაროთ და დიდი თანამონაწილეობაც მიიღოთ აი ამ ყოველივეში. პარტნიორი რეალურად შეგესაბამებათ ისეთი, რომ იყოს ერთგული. ანუ თქვენთან არაერთგული ადამიანი ვერ იქნება რა, ესე რა ვთქვათ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც თქვენთვის ძალიან ძვირფასი და ღირებული არის და ამ შემთხვევაში ეს არის ერთგულების ამბავი. შეგეფერებათ ადამიანი, რომელიც გიერთგულებთ, რომელიც აი ამ რთულ სიტუაციებში, რაც ნუ ურთიერთობა ზოგადად ხდება ხოლმე, ხო? ამ ყველაფერში ყოველთვის დადგება თქვენს გვერდით და ის სხვისკენ კი არ წავით და სხვისკენ კი არ გაიხედება, თქვენთან იქნება მყარად. შეგეფერებათ მოკლედ ერთგული და ძლიერი ჩამოყალიბებული მამაკაცი. რეალურად აი ეს მოდის აქ ამ შემთხვევაში, რაც შემიძლია რომ გითხრათ, აი ადამიანი, რომელსაც უყვარს ფლირტი, ადამიანი, რომელსაც უყვარს რომ რაღაცა სხვა გოგონებსაც თან წეროს და თავად თქვენთან იყოს, ხო, მაგალითად, ნუ ამ შემთხვევაში თუ მამაკაცები მიყურებთ გოგონებს გეტყოდით ამ შემთხვევაში, ესეთი ადამიანი თქვენთვის არ არის რა, ანუ ესეთ ადამიანთან ვერ იქნებით გვერდით, ხო? თქვენ შეგეფერებათ აი ღირსეული, ძლიერი, ჩამოყალიბებული მამაკაცი. ნუ ქალბატონი მამაკაცების შემთხვევაში, ხო? გაჩნია ახლა ვინ უყურებთ ამ ვიდეოს და აი შეგეფერებათ სწორედ ესეთი რომ ადამიანი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ადამიანმა, რომელიც იცის რა არის, რა უნდა, იცის ურთიერთობების ფასი, იცის თავისი მეორე ნახევრის ფასი. აი ესეთი მაღალი ღირებულებების მქონე პარტნიორი შეგეფერებათ. რაც შეეხება როგორ უნდა შეინარჩუნოთ ესეთი ადამიანი თქვენს გვერდით და როდესაც დაიწყებთ აი ურთიერთობას ან თუ უკვე გაქვთ დაწყებული, კარგად უნდა დააკვირდეთ ამ ადამიანს და თავიდანვე დაინახოთ მოკლედ აი ამ ეს ღირებულებები და ეს ფასეულობები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მას აქვს თუ არა აი ამ ეს ყველაფერი თავის ხასიათში და თავის ბუნებაში, ხო? აი ეს მოდის რეალურად აქ. მასთან რეალურად ურთიერთობის შენარჩუნება მოგიწევთ ის, რომ გაუზიაროთ თავდაპირველადვე და აი დასაწყისვე ურთიერთობის რა არის თქვენთვის ღირეული, ფასეული, მანაც გაგიზიაროთ და ეს ყველაფერი დაიწყოს ეს რა, ანუ შეიძლება ხა თქვათ, რომ თუ თავიდანვე გავაზიარებ ამ ყველაფერს აბა მე რაღაცა ხო თავის ეტაპები აქვს ყველაფერს ურთიერთობაში, მაგრამ არა, თითქოს აი ამ ადამიანმა, რომელიც იქნება თქვენს გვერდით, ანდაც რომელიც არის თავიდანვე უნდა იცოდეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი აი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ თქვენთვის ის რომ რაღაცა დროებითი ურთიერთობა იყოს და მე წავიდეს, ანუ ეს არ არის რა მიუღებლობა გექნებათ ამ ყველაფრის მიმართ და ის რომ თავიდანვე რაღაცა მყარი საძირკველი ქონდეს ურთიერთობას, ამ შემთხვევაში თავიდანვე უნდა უთხრათ ამ მამაკაც მოკლედ რა გჭირდებათ, რისი მიღება გინდათ ამ ურთიერთობაში, თქვენსი გაცემა შეგიძლიათ ამ ურთიერთობაში, რისი გაკეთება შეგიძლიათ და აი თითქოს თავიდანვე რომ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს, ეს იქნება კარგი და ეს მოგცემთ უკვე მერე იმას, რომ შეინარჩუნოთ მასთან მყარი ძლიერი ურთიერთობა. ძალიან საინტერესო იყო მეორე ვარიანტიც.
და აბა თქვენც გამიზიარეთ, მოკლედ, ვნახოთ რეალურად მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, ძლიერი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა უკვე თავის ცხოვრებაში და შეიძლება უკვე პირადშიც იყო რაღაცა ისეთი ძირეული გარდამტეხი ამბები თქვენს შემთხვევაში, რომელმაც აი მნიშვნელოვანი რაღაცა კვალი დატოვა. ურთიერთობებთან მიმართებით, აი ეს ჩანს აქ ურთიერთობაში ხართ ცოტა იმპულსური, ანუ ხედავ აქ იმას, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება ძალიან გინდათ ურთიერთობა და მზად ხართ ყველაფრისთვის, რომ გააკეთოთ ამ ურთიერთობისთვის. რაღაცა მომენტში მე შეიძლება უკანი ხედავთ და არ იყოთ და ანალიზებდეთ, რომ რამეში ვიჩქარე, რაღაცა მგონი დავაჩქარე მოვლენები, რაღაცა უფრო არასწორად აღვიქვი, თავიდან მინდოდა ურთიერთობა და მე არ მინდოდა, ხან გინდათ ურთიერთობა, ხან ანუ მერყეობა მოდის მოკლედ მესამე ვარიანტის ამომრჩევლებში, ანუ ურთიერთობა კი გინდათ, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ყველაფერს აკეთებთ ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ უცებ მეორე დღე შეიძლება საერთოდ აღარაფერი აღარ გააკეთოთ ურთიერთობისთვის, რა რაღაცა აი ესეთი რამ მოდის აქ და ეგეც შეიძლება წარსული გამოცდილებების გამო გაქვთ ეგ მერყეობა ურთიერთობაში, რაღაცა პატარა ტრამასავით დატოვებული. ნუ პარტნიორი შეგეფერბათ ისეთი რომ იყოს მოკლედ პირველ რიგში რო თქვა და ეხლა ამას ცუდად არ გაიგებთ, ფინანსურად უნდა იყოს ეს ადამიანი ძალიან მყარად რა, ეს მატერიალისტობა არ არის, ოღონდ ეს უბრალოდ მამაკაცი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება, თქვენთვის აქვს მნიშვნელობა იმის, რომ ფინანსურად იყოს მყარად, იყოს ჩამოყალიბებული და რაღაცა თავისი გზა ჰქონდეს არჩეული ამ ცხოვრებაში. აქ არ შეგეფერბათ ისეთი მამაკაცი, რომელმაც არ იცის ხვალ საიდან და როგორ უნდა გამოიმუშაოს თანხები, ან დღეს ერთ სამსახურში და ხვალ მეორე სამსახურში, ანუ არა, თქვენთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომ იყოს მყარად, სტაბილურად მდგომი, ფინანსურად განსაკუთრებით, იყოს ჩამოყალიბებული და ზოგიერთების შემთხვევაში, არ ვიცი ხა რა ასაკის წარმომადგენლები მიყურებთ, ზოგიერთის შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოკლედ იქნება ის, რომ ეს მამაკაცი ცოტათი უფროსიც იყოს მასზე, შეიძლება უფრო უფროსი მამაკაცებითაც იყოს დაინტერესებული, სწორედ ესეთი პარტნიორი შეგეფერბათ მოკლედ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ესეთ ადამიანთან ურთიერთობა შეინარჩუნებთ ის, რომ რაღაცა მომავალზე იფიქროთ მასთან მიმართებით. ანუ ეს მომენტი კი არ გქონდეთ, რომ აი დღეს მინდა ურთიერთობა და ხოლმე არ მინდა. ესეთ მამაკაც შეინარჩუნებთ იმ შემთხვევაში, თუ მასთან გექნებათ უკვე გარკვეული, რომ გსურთ მასთან მომავალი, ჩამოყალიბებული იქნებით, რომ რა გსურთ მასთან, როგორი მომავალი გსურთ მასთან ურთიერთობა, როგორი წარმოგიდგენიათ ესე რომ ვთქვათ. და რაღაცა სამომავლო საკითხებში პირველში თქვენ ვერ ვიყოთ ჩამოყალიბებული, რადგან მამაკაცი, რომელიც არის ძლიერი, ფინანსურად სტაბილურად კარგად დგას, ზრუნავს თქვენზე და რაღაცა ყველაფრის მოცემა შეუძლია, ხო? ესეთ იმპულსურობას არისურვებს, რომ დღეს გინდათ ურთიერთობა, ხოლ არ გინდათ და შესაბამისად ესეთი მამაკაცი, რომ შეინარჩუნოთ გვერდით, როგორშაც იმსახურებთ ამ შემთხვევაში, რაღაცა თქვენს უნდა იყოთ სამომავლო ამბებში ჩამოყალიბებული, რომ ესეთი მერყეობები არ იყოს იქ მერე შექმნილი, ხომ? რომ რაღაცა უცებ აღარ მინდა ურთიერთობა, ეს მომენტი არ იყოს. და ბოლო მეოთხე ვარიანტი, ნახოთ, რა ჩანს მოკლედ. ამ შემთხვევაში, აი თქვენ ხართ ძალიან თბილი, ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც აი დადებით ემოციებს და ენერგეტიკას ასხივებს გარშემომყოფები თან, აი ეს მოდის მოკლედ აქ. ძალიან მზრუნველი ხართ, ერთგული ხართ ურთიერთობაში და ურთიერთობაში ხართ ისეთი ზოგადად, აი როგორც პატარა ბავშვს უნდა მოეპყრან ნელა და სათუთად, ესე უნდა მოგეპყრან თქვენ და ასევე თქვენ ესე ეპყრობით თქვენს მეორე ნახევარს. ზოგადად ურთიერთობაში რეალურად უფრო მეტის მიღება გინდათ, ვიდრე გაცემა. კი ხართ მზრუნველი, ყურადღებიანი, მაგრამ უფრო მეტი რაღაცა სითბო გინდათ, რომ მიიღოთ ურთიერთობაში. აი ეს მოდის აქ შეიძლება ეს რაღაცა ძველმა ან წარსულმა ურთიერთობებმა ტრამვის სახით დაგიტოვოთ და ვერ იღებდით იმ სათანადო მზრუნველობა და ყურადღებას და ეხლა ის გინდათ რომ ზოგადად მიიღოთ ან თქვენთვის აი ეგ ყურადღება, მცირედი ყურადღება იქნება ეს რაღაცა მოკითხვა, ბასათხარ როგორ ხარ, აშრობი ეს ყველაფერი გინდათ რომ გააკეთოს მოკლედ თქვენმა პარტნიორმა, ხო რომ აი მისგან ეს ყურადღების ამბები მიიღოთ, ხო? რეალურად ურთიერთობაში ხართ ისეთ რომ აი თქვენ გსურთ უფრო მეტი ყურადღება რომ იღოთ, კი გასცემთ თქვენს ყურადღებასაც, თქვენ ხართ მზრუნველი და ყურადღებიანი პიროვნება, მაგრამ უფრო მეტი ყურადღების მიღება გსურთ, უფრო აი მეტად რომ თავზე რომ ხელი გადაგისვან, ხო, როგორც პატარა ბავშვს, ესე რომ მოგეფერონ ყოველთვის რაღაცას რომ დააშავებთ და ნუ თუ დააშავებთ ცოტა ისეთ სიტყვა, რამეს არასწორად გააკეთებთ ურთიერთობაში, მაინც რომ რაღაცა დიდი მიმღებლობა ჰქონდეს თქვენს პარტნიორს თქვენთან, აი ეს მოდის აქ, ხო და
როგორი პარტნიორი შეგიფერებათ და სწორედ ასეთი პარტნიორი შეგიფერებათ, ვინც აი ამ თქვენს მოთხოვნილებებს, პატარა მოთხოვნილებებს დაკმაყოფილებს ამ შემთხვევაში, ვინც უფრო მეც რესურსს ჩადებს ურთიერთობაში, ვიდრე თქვენ. ანუ თქვენთვის ეგ არ არის მნიშვნელოვანი, რომ აი რაღაცა აი თქვენ გასცეთ მეტი, ბევრი უნდა მიიღოთ პარტნიორისგან. ხო და ამ შემთხვევაში სწორედ ესეთი პარტნიორი შეგიფერებათ, ვინც უფრო მეტად იზრუნებს ურთიერთობის განვითარებაზე, ვინც უფრო მეტად ყურადღებიანი იქნება თქვენთვის, ვინც უფრო მეტად რაღაცა მეც აიღებს თავის თავზე, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და აი წინსვლები ჰქონდეს. ვინც უფრო მეტ რესურსს ჩადებს ამ ურთიერთობაში, ესე პირდაპირ ვთქვათ, აი ეს მოდის აქ. და როგორ უნდა შეინარჩუნოთ ესეთი პარტნიორი? კი, შეგიძლიათ რომ ესეთი პარტნიორი შეინარჩუნოთ თქვენი მიმზიდველობით, მომხიბვლელობით, თბილი სიტყვებით, შეიძლება იმ ძალიან აქტიურობით და ყურადღებით არ გამოირჩეოდეთ, მაგრამ რაღაცა მისთვის იყოთ ძალიან თბილი, სასურველი ქალი, სასურველი ქალბატონი, ხომ? რაღაცა ისეთი მოქმედებები განახორციელოთ, რითაც მას გააბედნიერებთ და დაუფასებთ აი იმ ბევრ მოქმედებებს, რასაც ჩადებს აი ამ ურთიერთობაში. ეს იყო მოკლედ მეოთხე ვარიანტი. ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემი აზრით გაშლა დაბა. თქვენც გამიზიარეთ, რას ფიქრობთ უშუალოდ ამ გაშლაზე. იმედი მაქვს, რომ კმაყოფილი ხართ. და მადლობა მოკლედ, ვინც ამ გაშლას უყურეთ ბოლომდე. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.